ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დღისთვის ვემზადები, ამიტომ მინდა 2-3-4 კილოგრამის დაკლება, თუმცა არა იმ მკაცრი დიეტებით, რომლებიც მოისაზრებს მხოლოდ 1-2 პროდუქტის მიღებას დღეების და კვირების განმავლობაში, არამედ სრულფასოვანი 3-ჯერადი 4-ჯერადი კვება, სხვადასხვა პროდუქტებით, თუმცა მცირე რაოდენობით, ანუ კალორიების დეფიციტით დაკლება. ვინც მიყურებს, იცის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ რით ვიკვებებით სახლში. და არის კიდევ დღეები, როდესაც ვარ ღვევთ კვების წესებს და არასაღად ვიკვებებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დაანებო თავი და მაინც არ გამომდის და შეწყვიტო. ჩემს შემთხვევაში, თუნდაც ერთი დღე იყოს, თუნდაც რამოდენიმე დღე არაჯანსაღი კვების, მაინც ვუბრუნდები ისევ ჯანსაღ კვებას. ან ხდება ხოლმე, როდესაც შერეულად ვიკვებებით. ჩემი ნუტრიციოლოგის რჩევა არაერთბაშად გადავიდეთ ჯანსაღ კვებაზე და დავანებოთ ჩვენ საყარელ მავნებლობებს თავი, არამედ თანდათანობით შემოვიტანოთ რაციონში ჯანსაღი საკვები და რამდენჯერაც არ უნდა დავარღვიოთ, მაინც დავუბრუნდეთ ამ ყველაფერს და უკვე როდესაც კარგად გაგვიჯდება და ჩვევაში გადაგვივა ჯანსაღად კვება, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია დავარეგულიროთ კალორიულობა, პორციები შევამციროთ და დაიწყება წონის კლება. ხშირად ადამიანები სჩივიან, რომ ჯანსაღ კვებაზე უფრო მოიმატეს წონაში. ჯანსაღ კვებას არანაირი კავშირი არ აქვს წონის დაკლებასთან, რადგან ხშირად უფრო მაღალი კვებითი ღირებულებისაა ასეთი საკვები. ზაზო დღეს პირველად მიდის კინოთეატრში სტიჩის საყურებლად. ნახოთ როგორ დაჩერდება თავი და მომდით უყურებს. იმედია უყურებს, იმიტომ რომ თან ძალიან მიყვარს ეს ფილმი. პირველად რომ გამოვიდა პირველი ნაწილი, მგონი 6 წლის ვიყავი, მამამ შემოვიდა კასეტა, მაშინ კასეტები იყო. და იქ გიშდებოდი, ყოველდღე ვუყურებდი, მე მგონი სანამ არ ვიცი მართლა არ მომბესდა. სასუსაც სადღაც რამე 2-3 თვის ვიყურებდი პირველად პირველ ნაწილს და ისიც ასე აიკვია დამანაც ვუყურებდა რამოდენიმეჯერ და დღეში რამოდენიმეჯერაც. შევხედოთ ახლა როგორ მოეწონება კინოთეატრში. ეი, დაგაგვინდა. ზაზო თავიდან აღფრთოვანებით უყურებდა ფილმს, თუმცა მალევე მობეზრდა. ბოლო ნახევარი საათი რომ იყო დარჩენილი ფილმის დასრულებამდე, წამოგვაგდო ფეხზე და წამოგვიყვანა კინოთეატრიდან. მე უფრო მინდოდა გავჩერებულიყავი და მეყურებინა. მეტიც სტიჩის ჩაძირვის მომენტში თვალებიც კი ამეცრემლა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ გადარჩებოდა. აქ მე და ზაზო ბლინებს ვაცხობთ. ერთი პერიოდი აკვიატებული ჰქონდა ყოველ დილით ბლინების გამოცხობა და ჭამა. თვალები გახელილი არ ჰქონდა, და წამობლინები გამოვაცხოთ. ხომ წარმოგიდგენიათ, დილით 7 საათზე პირდაპირ წამოდგებით თუ არა ბლინების საცხობად რომ მიყავხარ. მეც მინდა მასნაირი ენერგიული ვიყო, რომ დილით გამოფხიზლება არ სჭირდება, ისე დგება. ჩვეულებრივ დილით თუ არ ვისაუზმე და ყავა არ დავლიე. საშინაო ხასიათზე ვარ. ვიდეოშიც მეტყობა როგორ ხასიათზე ვარ, თუმცა სხვა რა გზა არის, როდესაც პატარა ყავს. ბლოგის დასაწყისში რომ ვამბობ მნიშვნელოვანი დღე აი ისიც. კასტინგი ერთი ღონისძიებისთვის. გადაგვარჩი ეს მოდელები ძირითადი აქცენტი იყო თმაზე, რადგან წარმოვადგენდით ჩვენებაზე მის მოვლის პროფესიონალურ სალონურ ბრენდს ინდოლას, რომელსაც უშვებს შვარცკოფის მწარმოებელი გერმანული კომპანია. ინდოლას ამბასადორი სომხეთიდან, სტილისტი კოლორისტი მარიამი, რომლის ნამუშევარსაც ჩვენებაზე წარვადგენ მე. ახლა მივდივართ რეპეტიციაზე. ადგილზე, სადაც უნდა იყოს, სადაც ჩატარდება ეს ივენთი. კიდევ ერთხელ გავივლი ასაცმლის თემას, თმის თემას, ყველა დეტალს, რომ ხვალ უკვე იქნება ეს დიდი შოუ. ჩამოსულები არიან სომხეთიდან უამრავი სტილისტი და ინდოლას ბრენდის ამბასადორი. და
ახლა იქნება ჩემი სადებიუტო ჩვენება როგორც მოდელი, თმის მოდელი რა თქმა უნდა. და ეს თმა რა თქმა უნდა ასეთ სფერებში არ მექნება. ეს წინასწარ შეიძლება რადგან ხვალ ჩამოსულები არიან ამ ბრენდის ინდოლის ამბასადორები სომხეთიდან, ასევე საქართველოს წარმომადგენლებიც არიან და ჩვენ როგორც მოდელები შევხებავენ, გავუკეთებენ მაკიაჟებს, ლუკები შეგვირჩიეს და ხვალ წარმოადგენთ სხვადასხვა ამბასადორებს და მათ ნამუშევრებს. ჩემი თმა რა თქმა უნდა იქნება შავი ვარდისფერში, ეს სპეციალურად არის ტონირებული, რომ ქერაზე ზუსტად შავი დაჯდეს და არა რამე ღია ფერის, შავი რა მუქი ფერის, ისეთი როგორც მე მაქვს აი ზემოთ. ახლა კი მივდივარ ნათო ადგილი. ვაიმე. Silk Factor-ში იქნება ჩვენება და წავიდეთ მოკლედ გავხდებით. არ მიმოქვს ერთი შარვალი, რომელიც მინდა ჩავანაცვლო იმ შარვალს, რაც გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩავიცვო. მაგრამ ეს უფრო მომწონს და იმედია დამთანხმდებიან. ესეც ჩვენების დილა, რადგან დილის 9-ზე ვიყავით დაბარებულები ადგილზე, ძალიან ადრე მომიხდა ადგომა, რომ ყველაფერი მომესწრო. სანამ საუზმობ მოგიყვებით, როგორ აღმოჩნდი ამ კასტინგზე და ამ ჩვენებაზე ზოგადად. ვისაც TikTok-ზე ვყავარ გამოწერილი, იცის, ხშირად ვახსენებ ხოლმე ლიზა სეხნიაშვილს, ეს არის კოლორისტი 15 წლიანი გამოცდილებით და ინდოლას და შვარცკოფის ამბასადორი საქართველოში, რომელიც შემთხვევით გავიცანი TikTok-ზე, როდესაც დამიკომენტარა ერთ-ერთ ჩემს ვიდეოზე, სადაც დაისონი მიყიდა ქმარმა, ილოცავდა შენაძენს და თვითონ თავაზობდა უფასო სალონურ პროცედურებს მასთან. რადგან რა თქმა უნდა დავთანხმდი, ძალიან გამიხარდა და პირველად როდესაც მივედი მასთან ჩამიტარეთ მის აღდგენი პროცედურები, რადგან თმა ძალიან დაზიანებული მქონდა ამდენი გაღიავებით. შემდგომ კი გამიკეთა ტონირება. მოკლედ ამ შეხვედრის მერე შეიძლება თქვას დავმეგობრდით და მქონდა კომუნიკაცია. ამჯერად კი მთავაზობდა მოდელად გამოსვლას ინდოლას ჩვენებაზე, თუმცა რა თქმა უნდა კასტინგზე უნდა გამოვსულიყავი როგორც ყველა, რადგან მხოლოდ ის არ ერჩევდა მოდელებს. როგორც ხედავთ, მოდელები უკვე მზად არიან, ცოტა ხანში დაიწყება ჩვენება, შემდგომ after party, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის მაინც რა თქმა უნდა პოდიუმზე პირველად გამოსვლის მომენტები იყო. სულ რაღაც ერთწუთიანი პოდიუმზე გამოსვლა უსასრულოდ მეჩვენებოდა, იმდენად ნერვიულობდი, რადგან 400 სტუმრის მზერა და ყურადღება შენკენ იყო მოპყრობილი. ეს იყო არაჩვეულებრივი დასამახსოვრებელი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, რადგან იმ პატარა გოგოს ოცნება და სურვილი ავისრულე, რომელიც ჩვენ ვებს უყურებდა ხოლმე ბავშვობაში და ოცნებობდა მოდელობაზე და პოდიუმზე გამოსვლაზე. რისთვისაც ლიზასი უსასრულოდ მადლიერი ვარ, თქვენ კი მომავალ შეხვედრამდე. მადლობა რომ მიყურებთ.